გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მეორე ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, დიდი მადლობა რომ იყურებთ პირველ რიგში ამ ვიდეოში ვსაუბრობ ირანის შესახებ, მოგიყვებით ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ ბოლო ამბავს. ასე რომ დარჩით ბოლომდე, სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია იქნება მთელი ვიდეოს განმავლობაში, სხვადასხვა ნაწილში, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, თუ მოგეწონებათ დაალაიქეთ, არ დაგეზაროთ, ეს აბსოლუტურად უფასოა და უმარტივესია. თუ არ ხართ არხის გამომწერები, ან სულაც ახლა აღმოაჩინეთ, გამოიწერეთ არხი, შემოვერთდით აუდიტორიას და დაელოდეთ ხოლმე შემდეგ ვიდეოებს. მოკლედ, დავიწყოთ. გუშინ იყო რთული დღე ამერიკის ავიაციისთვის, იმ გაგებით, რომ მათ განიცადეს პირველი სამხედრო საბრძოლო დანაკარგები ოპერაცია Epic Fury-ის მიმდინარეობისას, რაც გრძელდება უკვე 5 კვირაა. ხას უსვამ, რომ ეს არის პირველი საბრძოლო დანაკარგები, რაც გულისხმობს იმას, რომ უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე, უშუალოდ ირანელების მიერ განხორციელებული დარტყმით მოხდა თვითმფრინავების ჩამოგდება. მანამდე დაფიქსირდა რეგიონის სხვა ქვეყნებში ბაზებზე დარტყმები და დაზიანება, ასევე მსხვერპლიც, როგორც ცნობილია და ამ სტატისტიკასაც შევეხები ცოტა ხანში. იყო ასევე დაზიანების შემთხვევები, თუმცა პილოტებმა მოახერხეს, მაგალითად F-35 ასეთი ერთ-ერთი ავიაგამანადგურებელი, სტელს ავიაგამანადგურებელი დაზიანდა, თუმცა პილოტმა მოახერხა მისი ბაზამდე მიყვანა და უსაფრთხო დასმა, თუმცა ამ შემთხვევაში რეალურად დადასტურებული ფაქტი გვაქვს პირველი საბრძოლო დანაკარგების. როგორც ხედავთ, რუკა მაქვს გახსნილი უკვე ეკრანზე, სადაც დატანილი არის ასევე ფოტომასალა, სადაც ჩანს სწორედ ამერიკული ავიაგამანადგურებლების საფრენი აპარატები, რომლებიც განადგურდა ან დაზიანდა. პირველ რიგში უნდა შევეხოთ F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს, რომელიც ჩამოაგდეს ირანელებმა. ხუზესტანის პროვინციაში, ეს არის ირანის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი. ორივე პილოტმა მოასწრო კატაპულტირება და აი ამის შემდეგ იწყება სწორედ დიდი დრამა, რაც ეხება მათი გადარჩენისა და სამძებრო ოპერაციის დაწყებას, რომელშიც საკმაოდ დიდი რესურსები იყო ჩართული. ორიდან ერთი პილოტის პოვნა და უსაფრთხოდ გამოყვანა მალევე მოხერხდა, თუმცა მეორე პილოტის სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სწორედ ამ სამძებრო სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მიიღო ამერიკის ავიაციამ დამატებითი დანაკარგები, კერძოდ ჰორმუზის სრუტესთან ახლოს დაზიანდა A10-ის ტიპის დამრტყმელი თვითმფრინავი, რომელიც საბოლოოდ ირანის ტერიტორიას გაცდა, ქუვეითის საჰაერო სივრცეში შევიდა, თუმცა როგორც ჩანს დაზიანება იყო დიდი, მნიშვნელოვანი და პილოტმა გადაწყვიტა კატაპულტირება, ის გადარჩა, სამაგიეროდ დაიკარგა და განადგურდა A10-ის ტიპის დამრტყმელი თვითმფრინავი. ასევე განადგურებული არის MQ-9 ტიპის სადაზვერო დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი და დაზიანებული არის ორი HH-60G ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც მოიხსენებენ ასევე როგორც Black Hawk-ებს, ასეთი სახელწოდებაც ცნობილი და პოპულარული არის ძალიან. ცოტა ხანში მე გაჩვენებთ ასევე კადრებს, სადაც ჩანს ეს ორი ვერტმფრენი დაბალ სიმაღლეზე მფრენი და მათი დაზიანების სავარაუდო ამსახველი კადრი, სადაც ჩანს, რომ მიწიდან მათ ავტომატებიდან გაუხსნეს ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, ეს ხაზგასასმელია კიდევ ერთხელ და ახლოს და მარტივი სამიზნე გახდნენ. ხო, ამ ვერტმფრენების უსაფრთხოდ დასმა საბოლოოდ ბაზებზე მოხერხდა, თუმცა დაზიანება მათ მიიღეს. რაც შეეხება A10-ს, როგორც ცნობილი ხდება, ეს საფრენი აპარატი საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა სამძებრო ოპერაციის ფარგლებში და ამას უკავშირდება სწორედ დანაკარგი. აქ მაქვს მე გახსნილი Fox News-ის ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც შეეხება სწორედ F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის პილოტებს. ერთი, როგორც ვთქვით, მალევე იპოვეს, მეორეს ძებნა გრძელდება და აქ გაჟღერდა ასეთი ცნობა, რომ ამ მეორე პილოტმა, რომელიც ამ დრომდე დაკარგულია, დაახლოებით 7 საათიანი გაურკვევლობის შემდეგ მოახერხა კავშირზე გასვლა. სპეციალური რადიო სიხშირის მეშვეობით ის დაუკავშირდა ამერიკის სამხედრო ძალებს, თუმცა აი ამის შემდეგ როგორ განვითარდა პროცესი, ან რა ეტაპზე არის ახლა ეს სამძებრო ოპერაცია, ჯერჯერობით დამატებითი ცნობები არ გვაქვს.
გავაგრძელოთ ხო ნუ აქ გვაქვს ჩვენ უпростоრად A10-ის კადრებიც, სადაც სწორედ ამ დაზიანებაზეა საუბარი, რომელზეც მე უკვე მოგიყევით. აქ მაგალითად ნახსენები არის ქუვეითის დეტალი, რომ გავიდა ირანის საჰაერო სივრციდან და ქუვეითის ტერიტორიაზე მოახდინა კატაპულტირება პილოტმა. და წავედით უკვე ვერტფრენებზე და სამძებრო სამაშველო ოპერაციაზე და დავაანონსე კადრები, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. აქ ჩანს ეს ორი Black Hawk-ი, რომელსაც მიწიდან ირანის პოლიციის ეკიპაჟებმა, ნუ ამის დადგენა მალევე მოხერხდა, იმიტომ რომ ავტომობილებიც ჩანს, გაუხსნეს ცეცხლი. ეს ერთი. აი ეგ დასაწყისშივე ჩანს ავტომობილი, საიდანაც გადმოდიან. და მალევე იწყება სროლა. აი აქ უკვე მეორე ვერტფრენი. ხო, ნუ ფაქტია, რომ კადრი არსებობს, რთული სათქმელია უშუალოდ ამ ეპიზოდში ამის 100%-იანი დადასტურება არ გვაქვს, რომ ამ ეპიზოდში დაზიანდა ეს ვერტფრენები, შესაძლოა სხვა რომელიმე ასეთივე კონტაქტიც იყო. თუმცა ერთი ფაქტია, რომ ოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობამ დაადასტურა ამ ვერტფრენების დაზიანება, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ მათი ბაზამდე მიფრენა მოხერხდა და პილოტებიც არიან უსაფრთხოდ. აქ გვაქვს ჩვენ ასევე ძალიან საინტერესო მასალა, რომელიც უკავშირდება სწორედ სამძებრო სამაშველო ოპერაციას. აქ ჩანს ვერტფრენები და ჩანს საჰაერო ტანკერი, რომლიდანაც ავზებს ორი ვერტმფრენი ერთდროულად. ნუ ერთ-ერთი სიმბოლური კადრი არის გუშინდელი დღის. ნუ ბევრ რამეზე მეტყველებს ეს კადრი. ერთი პირველ რიგში რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ მთლიანობაში მიუხედავად ამ დანაკარგებისა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციამ გუშინ მიიღო, მთლიანობაში საჰაერო დომინაცია მაინც ცალსახად სახეზე არის. ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი აპარატები დაფრინავენ უწყვეტად და უპრობლემოდ ირანის საჰაერო სივრცეში, მიუხედავად აი ამ დანაკარგებისა, რომელიც არ ჩამოაქცევს ახლა ნამდვილად ამერიკის ავიაციას. მართალია ამაზე დიდი კამპანია უკვე ააგო ირანის რეჟიმმა და კიდევ გააგრძელდება ეს ყველაფერი. ბევრი ამ ამბავმა შეაშფოთა, მაგრამ პრინციპში ტრამპმა გასცა ამაზე საინტერესო პასუხი, როდესაც დაუსვეს კითხვა, რომ ჩვენ ვართ ომში. და ომში ყოფნა გულისხმობს დანაკარგებსაც. ეს აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური არის, თუმცა ამის მიუხედავად კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება იმის, რომ თუ ვინ ფლობს დომინაციას ჰაერში, უბრალოდ აბსურდული არის და ან კიდევ იმაზე საუბარი, რომ აი რაღაცა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ფლობს ირანის საჰაერო თავდაცვა. წარმოუდგენელია უბრალოდ ამაზე საუბარი, როდესაც ამ კადრს უყურებ, დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს ორი ვერტფრენი და ჰაერშივე ავზებს. რისკი გათვალისწინებულია, თუმცა პრიორიტეტი ამ შემთხვევაში არის უწყვეტობა და მათ ამჯობინეს, რომ ჰაერშივე შეევსოთ ავზები და არ გაეწყვიტათ, არ გაეჩერებინათ ოპერაცია ძებნის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რისკები შესაძლოა ტექნიკურად არსებობდეს. შემდეგ გავაგრძელოთ. ხო, ესაც ძალიან საინტერესო ამბავი. მოკლედ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა F-15-ის ჩამოგდების შესახებ, ირანის სახელმწიფო მედიით გავრცელდა ასეთი ვიდეო მიმართვა, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ რომ ჩართულიყვნენ ოპერაციაში ამ პილოტების ძებნის და მეტიც დაწესდა ფულადი ჯილდო. აი ეს ტელეწამყვანი აცხადებს, რომ ვინც იპოვის გულუხვად დასაჩუქრდება და ვინც გადასცემს ირანის რეჟიმს ამ შემთხვევაში უკვე ერთ პილოტზე არის საუბარი ცხადია, თუმცა იმ მომენტში, როდესაც ეს ვიდეო მიმართვა გაკეთდა, არც ერთის ბედი არ იყო ცნობილი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ირანის რეჟიმისთვის თუნდაც ერთი ცოცხალი ამერიკელი სამხედროს ხელში ჩაგდება იმისთვის, რომ შემდეგ ამაზე დააშენონ უდიდესი კამპანია, როგორ ამარცხებს, როგორ ატყვევებს და როგორ ანადგურებს ამერიკელ სამხედროებს ირანის მოქმედი რეჟიმი.
ამისთვის ძალისხმევას არც აქამდე არ იშურებდნენ პრინციპში უამრავი ფეიქ ვიდეო მასალა ვრცელდება და ამაზე ჩემ წინა ვიდეოებშიც გამიკეთებია აქცენტი, რომ თითქოს აი დაატყვევეს მაგალითად ხარგის კუნძულზე ამერიკელი სამხედროები და ასე და ასე შემდეგ სრული აბსურდი და კიდევ არაერთი ვიდეო სადაც მაგალითად ავიამზიდების ჩაძირვაზეც კი იყო საუბარი. ხო, ნუ ხო წარმოგიდგენიათ ახლა რა მოხდება თუ მართლაც დაიჭირეს რომელიმე თუნდაც ერთი სამხედრო. ხო, ამის რეალური შესაძლებლობა ფაქტობრივად აქვთ მათ 50-50-ია ეს ამბავი, ჯერჯერობით გაურკვეველია მეორე პილოტის ბედი და იმედია, რომ მისი პოვნა და გადარჩენა მოხერხდება, ყოველ შემთხვევაში ტექნიკური შესაძლებლობები ამის და შესაბამისი კომპეტენციაც გააჩნიათ ამერიკის სხვადასხვა დანაყოფებს და შესაბამისი ძალები არის უკვე რეგიონში გაგზავნილი და ეს ოპერაცია უწყვეტად გრძელდება. მოკლედ, ამ ვიდეო მიმართვიდან მალევე უკვე გავრცელდა აი ასეთი კადრები, ასევე პროპაგანდისტული მედიით, რომ ხუზესტანის პროვინციის მცხოვრებლები ჩაერთნენ სამძებრო სამუშაოებში. მე ამ კადრებზე ძალიან გავერთე, მოკლედ, ესეთი ეს ხალხი დროშებით მიიყვანეს კამერებთან და ძალიან დამაიმედებელ სიტყვებს ამბობენ, რომ ნუ ღელავთ, ჩვენ მათ ვიპოვით აუცილებლად და გავანადგურებთ თუ რა ვიცი, დავატყვევებთ. საინტერესო კადრია, კიდევ ერთხელ უნდა ვნახოთ იმსახურებს. მაგარი ხალხი. პარკით რომ საგზალი მიაქვს. დროშა რა თქმა უნდა ისლამური რესპუბლიკის აუცილებლად. მიუხედავ თუ არ დარდოთ ვიღაც. ხო, ესეთი ამბავიც გვაქვს. შემდეგ რა გვაქვს? ხო, ამ სერიის გაგრძელება არის ეს ვიდეოც. ხო, თან მაღლა იყურებიან. აქ ამბავი ის არის, რომ რამე და ამერიკული ან ისრაელის ავიაციაც რო გამოჩნდეს, ამ ხალხმა ცეცხლი უნდა გაუხსნას. ამოცანა ამასაც გულისხმობს. აი შემდეგ კადრში, რომელსაც გაჩვენებთ, სწორედ ეგ ამბავი ჩანს. ამ კადრზეც ძალიან ბევრი ვიხალისე. ვიხალისე რა, პრინციპში რაღაცა ტრაგიკომედია არის რა. ეხლა დააკვირდით. აი აქ ჩამოხლულია რაღაცა ესეთი შაშხანა უჭირავს, არ ვიცი. ერთულიანი რაღაც სანადირო თოფს გავს და ისვრის, ხო? ანუ ჯერ ამით როგორ უნდა ჩამოაგდოს ვერტფრენი არ ვიცი, მაგრამ მთელი ამბავი იმაშია, რომ აქ დგანან ბავშვები. რომლებსაც უხარიათ, რა ვიცი, მამა თუ ვინ არის ამ ბავშვების ხო, რომ აი როგორ მაგრად ნადირობს ის ამერიკულ თვითმფრინავებს. ისაც ესე გმირულად შეუპოვრად ისვრის თავისი ერთლულიანი შაშხანიდან. მტრის მოსაგერიებლად თუ გასანადგურებლად, ხო? ნუ ესეთი ამბავიც გვაქვს. შემდეგ რა გვაქვს? რა შემოვინახეთ თქვენთვის? ხო, ეს არის ძალიან საინტერესო ამბავი, ბევრი დისკუსია იყო ამაზე და საკმაოდ ისეთი რეზონანსული ნიუსია, ასე ვთქვათ, რომელიც ეხება ამერიკელი პილოტის შეიარაღებას, ანუ კატაპულტირების შემდეგ, როგორც დაიწერა ამაზე სპეციალისტების მხრიდან შესაბამისი ფოტოც გავრცელდა, რა შეიარაღებას ფლობს პილოტი. ეს ყველაფერი განლაგებულია, როგორც გაირკვა სავარცხლის ქვეშ და აქ არის ესეთი სპეცშაშხანა, რომელიც არის დაშლილ მდგომარეობაში, პლუს 4 მჭიდი, იმისთვის რომ კატაპულტირების შემდეგ საფრთხის შემთხვევაში პილოტმა მოახერხოს საკუთარი თავის დაცვა. ხო, ნუ საინტერესოა, რამდენად
მოახერხებს თავის დაცვას და გადარჩენას საბოლოოდ ეს ერთი პილოტი დიდი ინტერესია ამ ამბის და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. აქვე მე თქვენ გითხარით რომ ექნება საუბარი სტატისტიკაზე, რომელიც ამ დროისთვის ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების დანაკარგებს ოპერაცია Epic Fury-ის ფარგლებში. აი ისიც 365 დაშავებული ასეთი მონაცემი გვაქვს, აქედან 257 არმიის პირადი შემადგენლობიდან, საზღვაო ძალების შემადგენლობიდან 63 და საზღვაო ქვეითი 19. საჰაერო ძალების 36 სამხედრო და დაღუპულთა რაოდენობა შეადგენს 13 ამ დროისთვის. ხო, ნუ ამაზე კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს დაშავებულები და დაღუპულები უკავშირდება არა ირანის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებში მიტანილ იერიშებს, სამხედრო ბაზებზე, ამერიკულ ბაზებზე, რომელსაც ინტენსიურად უტევს ირანი, მისი რეჟიმი არსებული სამხედრო შესაძლებლობებით, ან თუნდაც იმით, რაც მათგან დარჩა, ისინი უწყვეტად განაგრძობენ დარტყმებს. ამასობაში აი ამ დანაკარგების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატები არათუ ტემპს აგდებს, არამედ აძლიერებს ისრაელთან ერთად დარტყმებს. და სულ ახალი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სწორედ ხუზესტანის პროვინციაში, იქ სადაც გუშინ ჩამოაგდეს F-15, დღეს უკვე დაიბომბა საწარმოები. კერძოდ ქიმიური და ნავთობ საწარმოების განადგურებაზე არის საუბარი. სულ ცოტა ხნის წინ მიტანილი იერიშებია, როგორც ჩანს ამ ყველაფერში ჩართულია როგორც ამერიკული, ასევე ისრაელის ავიაცია. აი აქ ჩვენ გვაქვს ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ დადასტურებული ინფორმაცია, რომ დღეს დილით მათ დარტყმები მიიტანეს სამხრეთით, ირანის სამხრეთით მდებარე ნავთობ ქიმიურ კომპლექსზე, საწარმოო კომპლექსზე, რომლის ფარგლებშიც 5 ობიექტი მინიმუმ არის დაზიანებული, აქვე არის დატანილი რუკა შესაბამისი ლოკაციით და სატელიტური ფოტო აი ამ სამრეწველო კომპლექსის. ნუ ეს უკვე სხვა განაცხადი არის პრინციპში. ჩვენ ვიცით რომ ამ დრომდე ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი თავს იკავებდა სამრეწველო ობიექტების დაბომბვისგან, ენერგო ობიექტების დაბომბვისგან და ამბობდნენ რომ ამას მათ შორის ტრამპი აცხადებდა რომ ამას ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, ჩვენ ერთ დღეში შეგვიძლია რომ სრულად მოვსპოთ მათი ენერგოსისტემა, მათი საწარმოები და შემოსავლის წყარო შესაბამისად, თუმცა ვაცნობიერებთ იმას რომ ეს მთლიანად ქვეყანას დაუჯდება ძალიან ძვირი, მისი აღდგენა იქნება 10 წლეულებთან დაკავშირებული ამ ინფრასტრუქტურის და ამას არ ვაკეთებთ, თუმცა თუ ირანის რეჟიმი განაგრძობს არსებულ პოლიტიკას, ასე ვთქვათ, განაგრძობს ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას და არ შეწყვეტს წინააღმდეგობის მცდელობას, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. როგორც ჩანს, სწორედ აი ამ დანაკარგების ფონზე თუ იმ კრიზისის ფონზე, რაც არის შექმნილი ჰორმუზის სრუტეში, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული არის. აქ ერთი კითხვის ნიშანი რჩება მხოლოდ რომ ეს იქნება ერთჯერადი დარტყმები იმისთვის, რომ უთხრან რომ ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ და უკვე ვაკეთებთ. თუ ეს იქნება, ასე ვთქვათ, გამაფრთხილებელი დარტყმები, თუ ეს იქნება ხანგრძლივი და მძიმე კამპანია ირანის რეჟიმისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის პრინციპში, ანუ გაგრძელდება თუ არა ამ ენერგო ობიექტებზე თუ სამრეწველო ობიექტებზე დარტყმები. თავის მხრივ ეს ცალსახად ირანის რეჟიმისთვის იქნება საკონტროლო დარტყმა, იმის გათვალისწინებით, რომ მათი შემოსავალი სწორედ მათი რესურსები ენერგოექსპორტზე დგას, ასე ვთქვათ. ხო, ნუ მოკლედ ბოლო 24 საათია ინტენსიურად მიმდინარეობს დარტყმები, როგორც თეირანში, ასევე მთლიანად ირანის ტერიტორიაზე გააქტიურდა ეს ტალღები და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს თეირანში გასულ ღამეს გადაღებული მასალა, რომელიც ასახავს მძიმე ავიაიერიშებს. კი ბატონო, შემდეგ გავაგრძელოთ. ამ შემთხვევაშიც თეირანზე არის საუბარი და აქაც მორგი ტალღა დარტყმების.
მოქმედებით ჯერება მათი. أنا أجي هاي هاي هتطلع اللمبة هذا مقر هنا أنا يوميا بوالي هاي ترابها شوف الترابة دي კი ბატონო. გავაგრძელოთ. აქ გვაქვს თეირანის ჩრდილოეთით კოლაქჩალის მაღლობები, ესე ვთქვათ. მთიანი ზონა, სადაც დიდი ალბათობით მიწისქვეშა ობიექტებს დაარტყეს. ხო, აქ ერთი დეტალი არის. აკვირდებით ხო, საუბარი რომ ისმის ხმა არის შეცვლილი. რატო აკეთებენ ამას? ამაზე წინა ჯერზეც არაერთხელ გავამახვილე ყურადღება, თუმცა ახლაც ვიტყვი ვინც არ იცის. მოკლედ, ძალიან დიდი პრობლემა არის ირანიდან ვიდეო მასალების გამოტანა, გამოსვლა, გავრცელება. ამაზე მიდის სერიოზული ნადირობა, როგორც ვიცით, დიდი ხანია უკვე ეგრეთ წოდებული blackout-ია, ინტერნეტ კომუნიკაციები არ არსებობს. ვიდეოების გავრცელება ხდება Starlink-ის მიმღებების საშუალებით, რომელიც შეზღუდული რაოდენობით ხალხში არსებობს და ნუ ესე ერთმანეთზე გადაცემით და საბოლოოდ იმ წყარომდე მისვლით, ვისაც აქვს Starlink-ის აპარატურა, ხდება შემდეგ ამ ვიდეოების გამოტანა, თუმცა ამაზე რეჟიმი ნადირობს. რეჟიმი ნადირობს და აკავებს ხალხს, ატარებს ჩხრეკებს, რეიდებს, ამოღება ხდება ამ აპარატურის და დაკავება ხალხის პირდაპირ სამშობლოს მოღალატეებად შერაცხავენ მათ და შესაძლოა სიკვდილითაც დასაჯონ. მოკლედ, ამ ყველაფრის თავის დაზღვევისთვის გვხვდება ჩვენ კადრები, სადაც ნაწილობრივ დაბლარული არის ხოლმე შენობები, სადაც შეიძლება იქნეს აღქმული, რომ საიდან არის რა კონკრეტული ლოკაცია, საიდანაც იღებენ ამ ვიდეოს და შემდეგ ამ ავტორს მიაგნონ. და ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ ხმა იყო შეცვლილი, ეს პატარა გადახვევა. გავაგრძელოთ, ესაც მორიგი დარტყმა. ალბორძის პროვინცია, ასეთი ლოკაცია გვაქვს აღწერილი ამ ვიდეოში და საუბარია იმაზე, რომ დიდ იარაღის საწყობს დაარტყეს ისრაელის და ამერიკის საჰაერო ძალებმა. საკმაოდ შორი დისტანციიდან გადაღებული კადრია, რაც ხას უსვამს, რომ ძალიან დიდი აფეთქება გვაქვს ამ შემთხვევაში, სადღაც მთებში ჩანს, პრინციპში შორს ჩანს ეს აფეთქება და ხედავთ რამხელა ეფექტია. ხო, ასეთები ყოველდღე ხდება. ასევე ამერიკის და ისრაელის ოპერაციის ამოცანა ერთ-ერთი არის რეჟიმის წარმომადგენლების, სამხედრო მაღალჩინოსნების, მეცნიერების, რომლებიც დაკავშირებული არიან სარაკეტო შესაძლებლობებთან, მის პროგრამებთან განვითარებასთან, ბირთვულ პროგრამებთან, მის განვითარებასთან ამ ხალხის ლიკვიდაცია. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო ნიუსი გვაქვს და მნიშვნელოვანი პერსონა, რომლის ლიკვიდაციაც მოხდა გასულ ღამეს თეირანში ამერიკის და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად. ეს არის აიათოლა ალი რეზა არაფი და როგორც ამ ნიუსის აღწერაში არის საუბარი, ეს არის რანგით მეორე მაღალჩინოსანი მთელს ირანში. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა და მის საგმირო საქმეებზეც არის ამ შემთხვევაში საუბარი. კერძოდ იმაზე, რომ სწორედ ალი რეზა არაფი ყოფილა იმ კანონების ავტორი და ლობისტი, რომელიც განსაკუთრებით არღვევდა ქალთა უფლებებს, რომლებიც ეს კანონები საფუძველი ხდებოდა მათ შორის სიკვდილით დასჯის ათასობით ირანის მცხოვრები ქალის იმ შემთხვევაში თუ დაარღვევდნენ ისინი წესებს, მაგალითად სამოსის ან ჰიჯაბის ტარების წესაც კი და ეშმაკი მკვდარია, ესეთი სიტყვებით იწყება ეს ნიუსი. მოკლედ, ბევრი გაამწარა როგორც ჩანს ამ კაცმა და საბოლოოდ ალბათ ბევრისთვის
მისი ლიკვიდაციით ახლა სამართლიანობა აღდგა, ასე ვთქვათ, და მცირედი შვება ალბათ მათთვის იქნება, თუმცა ეს ვერ შეცვლის შედეგებს. და ეს შედეგები არის ძალიან მძიმე. შემდეგ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მორიგი გრაფიკული გამოსახულება, სადაც ნახსენები არის ბოლო საათების განმავლობაში მათ მიერ ჩატარებული ოპერაციები შესაბამისი ლოკაციებით და მონიშნით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს განსხვავებული სამიზნეები, როგორც სამხედრო ინდუსტრიის მიმართულებით, ასევე იარაღის საწყობები, რაკეტების განთავსების ადგილები, მათ შორის აი აქ მთიან ზონაში ამაზე არის საუბარი, აქ უკვე ინდუსტრიას ასახავს და ასევე ისრაელის სამიზნე არის სამართავი და სამეთაურო პუნქტები ირანის რეჟიმის ძალოვანი უწყებების. შემდეგ, ხო, რადგან შევეხეთ რაკეტებს, აქ არის ძალიან საინტერესო ცნობა იმის შესახებ, რომ მიუხედავად ინტენსიური დარტყმებისა გასული 5 კვირის განმავლობაში ირანი კვლავ ინარჩუნებს გარკვეულ შესაძლებლობებს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ აქ არის New York Times-ის მასალა, რომელიც ეყრდნობა ამერიკის დაზვერვის სამსახურების წყაროს თავის მხრივ და ამბობს ასეთ რამეს, რომ ირანელები ახერხებენ დაბომბილ აი ამ ობიექტებში კვლავ შესვლას, გასუფთავებას, ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, გაწმენდას ჩასასვლელების, გვირაბების თუ მიწისქვეშა ობიექტების და იქ არსებული არსენალის მაინც გამოყენებას. აი ამაზე არის საუბარი. საგულისხმო და საინტერესო ნიუსი არის ალბათ. ფაქტი ერთია, რომ დარტყმების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, დინამიკა არის კლებისკენ მიმართული, თუ ოპერაციის პირველ დღეებში ირანის რეჟიმი ახერხებდა ასეულობით რაკეტის და დრონის გაშვებას, როგორც ისრაელის, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართულებით, მათ შორის ამერიკული ბაზების მიმართულებით. ამ შემთხვევაში რამდენიმე ათეული შეიძლება იყოს დღის განმავლობაში, ან უფრო ნაკლები, რამდენიმე ერთეულიც კი, ასეთი დღეებიც არის. თუმცა ფაქტია, რომ 5 კვირის ინტენსიური დარტყმების მიუხედავად, ისინი მაინც გარკვეულ არსენალს ინარჩუნებენ. ვნახოთ საბოლოოდ რა მოხდება ამ მხრივაც. ფაქტია, რომ ტემპი არ ეცემა. გუშინ წინ იყო ტრამპის მნიშვნელოვანი განცხადება. ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ის გამოაცხადებდა ოპერაციის დასრულების შესახებ, თუმცა ასე არ მოხდა. მან ახალი თარიღი დაასახელა, თქვა, რომ ინტენსიური იერიშები გაგრძელდება მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში, თუმცა მისი გამოსვლის ესეთი პათოსი იყო ის, რომ ოპერაცია უსასრულოდ არ გაგრძელდება, ეს ყველაფერი მალე დასრულდება. მან კიდევ ერთხელ სცადა სიტუაციის ტემპერატურის დაწევა, იმ აზრის დამკვიდრება, რომ კრიზისი დიდხანს არ გაგრძელდება, მათ შორის ჰორმუზის სრუტის ნაწილში და ნავთობის ფასების ნაწილში. ეს ყველაფერი მოგვარდება, თუმცა იმის მიუხედავად, რომ გააჩინა განცდა თითქოს რაღაცა დასასრულს უახლოვდება, ამავდროულად თქვა, რომ ჩვენ 2-3 კვირის განმავლობაში კიდევ უნდა დავარტყათ. კაცმა არ იცის 2-3 კვირა კიდევ გაგრძელდება თუ არა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში და ასე შემდეგ. ერთი რამ ცხადია, რომ ეს უსასრულოდ არ გაგრძელდება, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ამერიკას და ისრაელს ჯერ კიდევ საქმე აქვს და ეს ინფორმაციაც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოგიყევით, რომ გარკვეული მიწისქვეშა ობიექტები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის განადგურებული, ამაზე მიუთითებს. ხო, არ დაგვაუწყდეს ასევე ისრაელის მეორე ფრონტი ლიბანის ტერიტორიაზე. ისინი განაგრძობენ სახმელეთო სამხედრო ოპერაციას იმისთვის, რომ დაახლოებით 30 კილომეტრის სიღრმეში შექმნან ბუფერული ზონა ისრაელის ჩრდილოეთით ლიბანის ტერიტორიაზე და მათ აქვთ ცხადია დანაკარგებიც ამ ოპერაციის, საკმაოდ სარისკო ოპერაციის ფარგლებში. გავრცელდა კადრები, სადაც ხდება დაშავებული სამხედროების გამოყვანა, ეფექტური ვიდეო მასალა არის და მოდი ვნახოთ ეს მასალა.
ხო, რაღაცნაირად ეს დაემთხვა, რადგან მთავარი თემა ახლა ამერიკელი პილოტის ძებნის ოპერაცია არის, ესაც რაღაც დროში დაემთხვა ესეთი სამშველო ოპერაციის ამბავი, ამ შემთხვევაში ლიბანის ტერიტორიაზე. ხო, ცხადია, რომ ისრაელის სახმელეთო ძალებს აქვს ცალსახად უპირატესობა, ისინი მიიწევენ წინ და აუმჯობესებენ პოზიციებს, თუმცა არის გარკვეული საფრთხეები მათ მისამართით. დრონებით წერტილოვანი ესეთი დარტყმები, ასევე ჩასაფრებები, გვირაბები, რომლებიდანაც უცებ ამოყოფენ ხოლმე თავს და გაუხსნიან ცეცხლს, მაგალითად ტანკებს. ასეთ შემთხვევებიც იყო, რომ ჯავშან ტექნიკაც დაზიანდა, მოკლედ, ხო, საკმაოდ რთული, კომპლექსური ოპერაცია, რომელსაც ატარებს ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთით ლიბანის ტერიტორიაზე და ეს ოპერაცია ისევ და ისევ გრძელდება. მთავარი ამოცანა რა არის? მთავარი ამოცანა არის ჰეზბოლას განეიტრალება, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტი არის. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ისრაელი რამდენიმე მიმართულებიდან განიცდის დარტყმებს. როდესაც ვეკონტაქტები მათ შორის ჩემ კოლეგას მიხეილ ხეცოიძეს, ის ჩემმა მაყურებელმა იცის მეტნაკლებად მეორე პროექტის გვაქვს ჩვენ ბოლო სიტყვა, სადაც გვერდება ხოლმე ბოლო პერიოდის განმავლობაში მიშა, როდესაც ვეკონტაქტები სულ არის ეგეთი ამბავი, რომ გახშირებულია იერიშები. აქ არ იგულისხმება მხოლოდ ირანიდან მომდინარე საფრთხე და სარაკეტო იერიშები, მათ შორის კასეტური ქობინიანი ბალისტიკური რაკეტებით, ასევე ძალიან ხშირი არის ლიბანის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტები, რომლის მოგერიება უწევს ისრაელის საჰაერო თავდაცვას. ძალიან ხშირად ისრაელის მოქალაქეები არიან დღეში რამდენჯერმე, ღამეში რამდენჯერმე თავშესაფრებში. არის სამოქალაქო მსხვერპლიც, ვიცით, თუმცა ხო, აი ამ ოპერაციებს თავად ისრაელში აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, უპრეცედენტო მხარდაჭერა პრინციპში ნეთანიაჰუს მთავრობას, იმიტომ რომ ის ხალხი აცნობიერებს, რომ მათთვის ირანი, ჰეზბოლა, მისი პროქსები, ირანის პროქსები, ჰეზბოლა, ჰამასი თუ ჰუსიტები თუ სხვები არიან ეგზისტენციალური საფრთხე და ახლა არის იმის განცდა ერთგვარად, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი დიდი კამპანია, რომლითაც თავი უნდა მოკვეთონ აი ამ წინა ბოროტების ღერს, როგორც უწოდებენ მას. შესაბამისად, ხო, მათ გააზრებული აქვთ ეს ყველაფერი და ცდილობენ, რომ ამ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. ნახოთ, როგორ დამთავრდება ეს ამბავი საბოლოოდ. გავაგრძელოთ ჩვენ მიმოხილვა არანაკლებ საინტერესო და აქტუალური თემით, რაც ეხება ირანის ტერიტორიაზე უკვე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სახმელეთო ოპერაციის დაწყებას. ამ თემის მიმართ საუბარი და ინტერესი არ ჩამცხრალა. ეს არის კადრები, რომელიც ესეთი სადესანტო ოპერაციის ამსახველი არის, საწვრთნელი პროცესი არის ამ შემთხვევაში ნაჩვენები, თუმცა დაახლოებით იგივე სცენარში წარმოუდგენიათ მოვლენების განვითარება, თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს ჰორმუზის სრუტესთან ახლოს კუნძულების დაკავებას, ასევე ხარგის კუნძულის დაკავებაზეც არის საუბარი სახმელეთო ოპერაციის კონტექსტში, ასევე განიხილება ბირთვულ ობიექტებზე სპეციალური დანაყოფების გადასხმა, დესანტის გადასხმა და რთული ოპერაციის ჩატარება, რაც მიზნად ისახავს გამდიდრებული ურანის გამოტანას ირანის ტერიტორიიდან დაახლოებით 490 კილოგრამი 60%-მდე გამდიდრებული ურანი არის ახლა ირანის ტერიტორიაზე რეჟიმის ხელში და ამერიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სწორედ ამ საფრთხის განეიტრალება, ასე ვთქვათ. მოკლედ ვერსიები სხვადასხვაგვარია, წინა ჩემ ვიდეოში ვსაუბრობდი სწორედ ამ ვარიანტებზე, შეგიძლიათ მასაც გადახედოთ. და აი ამ მობილიზების და სამზადისის ფონზე კიდევ ერთხელ დღის წესრიგში დადგა ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლის რაღაც რეალურობის მოლოდინი არავის არ აქვს ცხადია, მაგრამ ტრამპი ცდილობდა ამ თემის პედალირებას, ასე ვთქვათ, იყო მთელი რიგი მინიშნებები, რომ იქ ირანში ვიღაცას ესაუბრებიან, შემდეგ იყო ვერსია იმის შესახებ, რომ აი პაკისტანის შუამავლობით შესაძლოა გარკვეული შეხვედრები გაიმართოს. ამ შემთხვევაში Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გვაქვს ჩვენ გუშინდელი ინფორმაცია, სადაც საუბარია, რომ პაკისტანში რაღაცა ეს ცდილობა მოლაპარაკებების გამართვის საბოლოოდ სრული კრახით დასრულდა და მიზეზად დასახელებული არის ირანის
რეჟიმის უარი, ცალსახა უარი მოლაპარაკებებში ჩართულობაზე. ამას აქვს გარკვეული ლოგიკა, როგორც თქვი, ტრამპი ცდილობდა მინიშნებების გაკეთებას კონკრეტულ პერსონებზეც კი იყო საუბარი, მათ შორის პარლამენტის სპიკერზე, გვარად ხალიდაფი არის, თუ სწორად მახსოვს. შემდეგ ამ ხალხმა დაიწყო უარყოფა. არა, ჩვენ არ ვართ მოლაპარაკებებში ჩართული, ჩვენ არ ვესაუბრებით მტერს, აი ეს იყო ერთ-ერთი გათვლა ჩემი აზრით, რომ გამოეწვიათ სწორედ დაბნეულობა და რაღაც შიგნით რეჟიმის შიგნით ბზარების გაჩენა. ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში რეჟიმის წარმომადგენელი აი ამ მიმართვაში სწორედ ღალატზე საუბრობს. IRGC-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ფიგურა საიდ ჰადადიანი საუბრობს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფზეც, რომელიც ასევე გავრცელებული ცნობებით ჩართული იყო ამ მოლაპარაკებების პროცესში, ან სამზადისში, ასე ვთქვათ, და მას უწოდებს, რომ არის გამყიდველი, რომ მიეყიდა ის ამერიკულ ინტერესებს და ეს გამოსვლა სწორედ იმის დემონსტრირება არის, რომ ახლა ხდება ერთმანეთისკენ თითის გაშვერა. ყველა არის ეჭვებში, ლიკვიდაცია მათი მეთაურობის გრძელდება. ყველა გაიძახის სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას. შესაბამისად, ახლა ძალიან არაპოპულარული არის აი ამ ფონზე, ამ ისტერიკის ფონზე, ამ კამპანიის ფონზე, რომელსაც ატარებს ირანის რეჟიმი თავის მხარდამჭერებისთვის, ძალიან არაპოპულარულია, რომ ვინმე ამ დროს დაждდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. შესაბამისად, ეს მომენტი ძალიან კარგად ესმით საპირისპირო მხარეს და ამას ძალიან კარგად იყენებენ, როგორც ჩანს. მინიმუმ რაღაც დაბნეულობის შესატანად კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ეს მუშაობს როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთს ემუქრებიან, ერთმანეთს მოღალატეებს უწოდებენ და ამასობაში ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი უბრალოდ საქმის კეთებას განაგრძობს. ისინი განაგრძობენ მობილიზებას, ძალების თავმოყრას და ეს პროცესი არც ერთი წამით არ შეჩერებულა. თავის მხრივ ირანის რეჟიმი ემუქრება ამერიკელ სამხედროებს, რომ არც ერთი მათგანი არ გადარჩება ცოცხალი თუ ისინი გადაწყვეტენ ირანის მიწაზე სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. ხმამაღალი მუქარების მიუხედავად მათი რესურსები აშკარად შემცირებული არის. მათ ერთდროულად რამდენიმე ამოცანა აქვთ შესასრულებელი და ბევრი რისკი აქვთ. შესაძლოა სახმელეთო ოპერაცია, როგორც თქვით, ეს ერთი. საჰაერო დარტყმები, რომლებსაც უწყვეტად განიცდიან და ხალხი ქუჩაში, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს გამოვიდეს, მას შემდეგ რაც შესაბამის მოწოდებას გაიგებს ამერიკისგან, ისრაელისგან თუ თავად ოპოზიციისგან და რეზაფეხლებისგან, შაჰის მემკვიდრისგან. ისინი ელოდებიან უბრალოდ ბრძანებას და მოწოდებას, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყოს ხელახალი ტალღა პროტესტის, მას შემდეგ რაც დასრულდება აქტიური სამხედრო კამპანია და ირანის რეჟიმს სჭირდება რესურსები ამის დასაბლოკად. მათი ტაქტიკა არც ისე გამართლებული არის და რისკებთან არის დაკავშირებული, რომ ქუჩაში მოაწყონ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტები, ჩეკპოინტები, მათ ურტყამს ისრაელის ავიაცია დრონების მეშვეობით და ანადგურებს. ამიტომ და ისედაც ცოცხალი ძალის საკმაოდ დიდი ნაწილი გარდა მეთაურობის ამ ავიაირიშების შედეგად ხო გასაგებია, რომ რიგითი წევრებიც IRGC-ის თუ სხვა ძალოვანი უწყებების ბასიჯები და ასე შემდეგ ხო იხოცებიან არა. ამიტომ როგორც ჩანს, აქტიურად მოუხმეს პროქსებს და მხარდამჭერებს, რეჟიმის მხარდამჭერებს რეგიონში. განსაკუთრებით ამ მხრივ აქტიურობს ერაყში არსებული ეს დაჯგუფებები, რომელსაც მხარს უჭერს ირანი და მე წინა ვიდეოშიც გაჩვენეთ და ახლაც გვაქვს აი ამ ერაყელი მებრძოლების კადრები, საკმაოდ დიდი ჯგუფი შევიდა ამ პიკაპებით ირანის ტერიტორიაზე და ეს ერთ-ერთი მათი განთავსების ადგილი არის. ისე საინტერესოა, ისრაელის ან ამერიკის ავიაციამ რანაირად ვერ აღმოაჩინა აი ამ ხელა თავმოყრა ამ სამხედრო ჯგუფის, ასე ვთქვათ, რომელიც შევიდა ირანის ტერიტორიაზე რეჟიმის დასახმარებლად. მათი ამოცანა, როგორც ვრცელდება ცნობები, ძირითადად იქნება სწორედ ქუჩების კონტროლი და პრევენცია ხალხის ხელახალი პროტესტის, ხელახალი
რევოლუციური ტალღის ჩახშობა. სხვადასხვა ეს ხალხი მანამდეც გამოიყენეს იანვრის თვეში ძალიან აქტიურად საუბრობდნენ დამოუკიდებელი ირანელი ჟურნალისტები, რომლებიც არიან ქვეყნის გარეთ და იქიდან მაუწყებლობენ აქტივისტები, ოპოზიციონერები იმის შესახებ, რომ სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან, პაკისტანიდან ბევრი ესეთი შავბნელი ჯგუფი იყო ჩასული ხალხის დასახოცად და მათი ხელითაც ბევრი აქტივისტი დაიღუპა. მოკლედ, ხო, ეს არის ერთ-ერთი მათი მთავარი ბერკეტი ახლა ამ ხალხის გამოყენება, რომლებსაც აიარაღებდნენ წლების განმავლობაში, აჭმევდნენ, ახურავდნენ, აცმევდნენ, ახლა მათ იყენებენ იმისთვის, რომ რეჟიმის ძალები შეავსონ, ასე ვთქვათ. აი, აქაც ჩანან სწორედ ეს ხალხი, ამ ვიდეოს აღწერაში საუბარია, რომ აქ არიან ერაყელები და სხვა ქვეყნებიდან ჩასული მებრძოლები, თავმოყრილი, ერთ-ერთ საჯარო ღონისძიებაზე. რა თქმა უნდა, მათ ბევრი დროშაც დაახვედრეს ისლამური რესპუბლიკის. მოკლედ, ხო, ეგ ამბავიც საგულისხმოა და არ არის თვალთახედვის მიღმა და სატოვებელი. აქ კი ჩვენ გვაქვს ესეთი გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ასახავს ამერიკის ავიაციის კერძოდ სატვირთო თვითმფრინავების გადაადგილებას დიდი ბრიტანეთის საჰაერო ბაზებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით და როგორც ირკვევა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა და ტემპი არის ამ მხრივ გაზრდილი. ამ ვიდეოს აღწერად საინტერესო არის, აქ ნათქვამია, რომ არ აქვს მნიშვნელობა ტრამპი რას ამბობს, თითქოს რაღაცა ყველაფერი დასასრულისკენ მიდის და რაღაცა ტაიმლაინი არსებობს 2-3 კვირა, რომ ოპერაცია უნდა დასრულდეს. ფაქტი არის, რასაც ამბობს ლოჯისტიკური პროცესები ამის პარალელურად და ეს ფაქტი არის აბსოლუტურად საპირისპირო. ამ მასშტაბის მობილიზება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს მოასწავებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ რაღაცას ამზადებს და ეს კიდევ რაღაცა დიდი ალბათობით იქნება სახმელეთო ოპერაცია. რთული, საკმაოდ სარისკო, თუმცა როგორც ჩანს, ბევრი ფაქტორი ამაზე მიანიშნებს, რომ ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავი არის. ჩვენ გრაფიკული გამოსახულება ვნახეთ, ამ შემთხვევაში კი ვხედავთ სატვირთო თვითმფრინავებს, რომელიც გადაადგილდება. მისი აფრენის კადრი არის უფრო სწორად და ამ ნიუსშიც ამაზე არის საუბარი, რომ ძალიან ბევრი საჰაერო ტანკერი თუ საბრძოლო სატვირთო სამხედრო თვითმფრინავი მიემართება ახლა ახლო აღმოსავლეთისკენ. შემდეგი ნიუსიც ამას ეხება. ხო, რადგან შევეხებ სამხედრო თვითმფრინავების გადაადგილებას, აი ამ ლოჯისტიკის გამართვას და სამზადის, ალბათ არ იქნება სწორი, რომ გვერდი აუარო საკითხს, რომელიც ეხება საქართველოს და გასული 1 კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესოდ განვითარდა მთელი თავისი ქრონოლოგიით. ბევრი რამის შეფუთვას შეეცადა სამთავრობო მედია, პროპაგანდისტული მედია, ბევრი რამის შეფუთვას და საუბრისგან თავის არიდებას შეეცადა თავად სამთავრობო გუნდი და მართველი პარტია, თუმცა ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანს რეალურად ხელის გულზე. თუ რასთან გვაქვს საქმე და ეს ქრონოლოგია ძალიან სიმბოლური და საგულისხმო არის თვითონ ფაქტების, როგორ განვითარდა და როგორ გავიგეთ ეს ამბები, ხო? პირველი რა იყო? პირველი იყო მარკო რუბიოს ზარი ირაკლი კობახიძესთან. ამასაც საინტერესო რეაქცია მოყვა. იქ იყო ოფიციალური განცხადებები, ხო? როგორც კობახიძის მხრიდან, ასევე ამერიკული მხარეც აკეთებდა განმარტებას, რომ შედგა სატელეფონო საუბარი, ეხებოდა ორ მხრივ ურთიერთობებს. ძალიან მშრალი ინფორმაცია, მეტი დეტალი არაფერი, კონკრეტულად რაზე იყო იქ საუბარი არ თქმულა. ამის შემდეგ, ხო, თუმცა აი როგორც კი გავიგე ამბავი, რომ მარკო რუბიომ დაურეკა ირაკლი კობახიძეს, პირველი რაც თავში აზრად მომივიდა, ეხებოდა პირველი სიტყვა რაც თავში მომივიდა, იყო ირანი. რა თქმა უნდა, ეს
ასე მოწმენდილცაზე იმის გათვალისწინებით, იმ ურთიერთობების გათვალისწინებით, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებობს. არაერთი მცდელობის გათვალისწინებით, რაც ქართულ ოცნებას ჰქონდა, რომ ბრწყალებში მათთან დაელაგებინათ გასული 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ურთიერთობები, არაერთი პოლიტიკოსი გაგზავნეს მოლაპარაკებისთვის, ლობისტები, ასე შემდეგ. არ გამოვიდა და უცებ ურეკავს მარკო რუბიო სახელმწიფო მდივანი ირაკლი კობახიძეს. აბსოლუტურად გასაგები იყო ჩემთვის, რომ ეს უკავშირდებოდა ირანს და რაღაც კონკრეტულ საჭიროებას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ შემთხვევაში ჰქონდა. ამის შემდეგ არაფერი მედიამ ეს კიდევ ერთხელ ვთქვათ, ანუ სამთავრობო მედიამ შეფუთა, რომ ვაუ, რა მაგარია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს ქართული ოცნება ალაგებს და ამაზე გავიდა არაერთი სიუჟეტი, როგორ სწორი პოლიტიკით, როგორ ხდება აქ რაღაც საერთო ღირებულებები, ასე შემდეგ. ნაბიჯ და ახალი ფურცლიდან ეს უყვართ, ეს ახალი ფურცლიდან ურთიერთობების დაწყება. ის ძველი ფურცელი ვინ გადახია და ვინ გააფუჭა და ვინ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ძალკე საკითხი არის, რა თქმა უნდა, ის არ ახსოვთ და ამას არავინ არ ამბობს. ახალი ფურცლი, რატომ გახდა ეს ახალი ფურცელი, ამაზე არავის არ აქვს პასუხი. კაი, ახალი ფურცლიდან იწყება ურთიერთობები. ამ დროს ირანის ელჩი საქართველოში ქართულ ენაზე ავრცელებს განცხადებას, წერილობით განცხადებას, სადაც მთელი კონტექსტი იყო ის, რომ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს თქვენ დაეხმარებით, შესაბამის შედეგებს მიიღებთ. ქართულ ენაზე გავრცელებული განცხადება, რომელიც აშკარად იყო მუქარის შემცველი, ტექსტი ამბობდა სათქმელს, რომ არ დაეხმაროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არ დაუთმოთ მათ თქვენი რესურსები. პირდაპირ ფრაზები იყო ნახსენები, რომ სხვა ქვეყნებმა, რომლებმაც გააზრებულად თუ გაუაზრებლად დაახლოებით ეგეთი იყო, ეხა არ მაქვს აქ მომზადებული, რომ სრულად წაგიკითხოთ, მაგრამ ალბათ ნახავდით. ვინც დაუთმო მათ თავისი რესურსები და ირიბად თუ პირდაპირ ჩაერთო ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ამ სამხედრო ოპერაციაში, მან ადრე თუ გვიან შედეგი მიიღო. სწორედ ამ მუქარის შემცველი წერილის გავრცელებიდან რამდენიმე საათში გავიგეთ მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რამაც ეს მთელი ლოგიკა შეკრა. რატომ დაარეკა რუბიო? რატომ გაავრცელა საქართველოში ირანის ელჩმა განცხადება? და ამბავი იყო ასეთი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა. რთული და კომპლექსური მოცემულობა გვაქვს. მინიმუმის გათვალისწინებით რა პოზიცია ეჭირა ამ დრომდე ირანის მიმართ საქართველოს ხელისუფლებას პანაშვიდებზე სიარულიდან დაწყებული აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების თუ უბრალოდ ლიკვიდაციის შემდეგ სამძიმრები, ანძის ირანის დროშის სფერებში განათების ამბავი, ისრაელის განაწყენება, მთელი ესეთი დიდი ჩამონათვალი ამ მხრივ. სრული სიჩუმე იმ თემაზე, რაც ეხება ბაქო თბილისი ჯეიჰანის მიმართ გაჟღერებულ მუქარას ირანის მხრიდან, რაც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ვიდრე ეს ოპერაცია გრძელდება და დეესკალაცია არ მომხდარა, ეს საფრთხე ნარჩუნდება ალბათ დიდი ალბათობით. ხო, და ამ ფონზე უცებ რუბიოს ერთი ზარი და თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. აშკარაა, რომ ქართული ოცნებისთვის დიდი დილემების დრო დადგა და მათ მოუწევთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. უბრალოდ უკვე მოუწიათ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილებების მიღება, თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თვითმფრინავი საქართველოში დაეშვა. ბოლოს, მოკლედ გეტყვით ამ ამბავზე ჩემ პირად პოზიციას, ვეთანხმები თუ არა, რომ საჰაერო სივრცე დაუთმეთ თუ აეროპორტი დაუთმეთ ამერიკელებს, ვეთანხმები თუ არა, რომ ირანის ელჩი საქართველოში არ უნდა გვემუქრებოდეს და არ უნდა გავაბლატაოთ, ვეთანხმები თუ არა, რომ მინიმუმ უნდა დაებარებინათ ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში და განმარტებები უნდა მოეთხოვათ, ვეთანხმები. სხვათა შორის ელჩმა თქვა, რომ მე თვითონ მივედიო, არ დაუბარებიათ. და ზოგადად ვფიქრობ, რომ საქართველოს უნდა გააკეთოს არჩევანი, არ გამოვა ესე ვითომ არ ვარსებობთ, ვითომ აქ არ ვართ და ჩვენ გარშემო არ ხდება ეს ამბავი, ამ პოზიციის დიდხანს შენარჩუნება ვერ მოხდება და ეს ფაქტია და ამას გაუსვა ხაზი სწორედ რუბიოს ზარმა და შემდგომ განვითარებულმა პროცესებმა. არ მგონია, რომ ახლა ამით უნდა პანიკაში ჩავარდეთ და ვაიმე და დაგვბომბავენ და ეს იქნება და ის იქნება და არ გაღიზიანების პოლიტიკა აბსურდია. ჯერ ერთი მანამდე
გვემუქრებოდა ეს ყველაფერი გაგახსენებთ, ვახსენე უკვე ბაქო-თბილისის ჯეიჰანის ამბავი, სულ რომ არ დაუთმო შენ ამერიკულ თვითმფრინავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და არ მისცე დაფრენის უფლება თუ გადაფრენის უფლება, თუ მოუნდება ირანის რეჟიმს ის მაინც დაგიბომბავს მილსადენს და თუ სხვა მის ინტერესს მოემსახურება, არავის არ ითვალისწინებს ფაქტია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ომანიც კი, რომელიც მომლაპარაკებელი იყო ოპერაციის დაწყებამდე და შუამავალი რგოლი იყო და ერთ-ერთი მეგობარი იყო, ერთადერთი თუ არა, დაბომბეს არაერთხელ. მათი რეჟიმისთვის ახლა მთავარი არის გადარჩენა და საკუთარი ინტერესები და არა ის, რომ ვინმეს რაღაცა ანგარიში გაუწიონ. არავის არ გაუწევენ ანგარიშს, მათ შორის არც ჩვენ. იმედია ესეთი რამ არ მოხდება, მაგრამ ამას უნდა შევხედოთ როგორც რეალურ საფრთხეს. და ამ პროცესში სწორი პოზიციის დაჭერა და პარტნიორების გვერდით დგომა და მინიმუმ მათი არ განაწყენება ჯობია, ვიდრე რაღაცა თავის მოტყუება, რომ თურმე რაღაცა არ გავაღიზიანოთ და ამით საფრთხე ავირიდოთ თავიდან. თუ საფრთხე ჩათვლიან, რომ საფრთხე უნდა შეგვიქმნან, ამაზე ორჯერ არ დაფიქრდებიან და ისედაც შეგვიქმნიან. ამიტომ ხო მარტივად თქვი ჩემი სათქმელი, მგონია რომ უფრო თამამი გადაწყვეტილებები არის საჭირო. არ გულისხმობ იმას, რომ ახლა აქედან ვინმე იბომბებოდეს, ეგეთი რამე წარმოუდგენელია, მაგრამ კატასტროფა არაფერი არ არის იმაში, რომ ჩვენ რაღაცა ფრენები დაუთმოთ, ფრენებისთვის დაუთმოთ თუნდაც საჰაერო სივრცე და აეროპორტი. ამაში კატასტროფას ნამდვილად ვერ ხვდებ პირიქით. გამოხატეთ თქვენი მოსაზრებებიც კომენტარებში, დაწერეთ რას ფიქრობთ. დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, თუ ამ დრომდე უყურებდით და ჯერ არ ხართ არხის გამომწერები, გამოიწერეთ. ესე იგი საინტერესო იყო თქვენთვის და იმიტომ შემორჩით ამ დრომდე. თუ მეტის გაკეთება გინდათ ამ არხისთვის, ჩემი მხარდაჭერისთვის, გახდით სპონსორები. ჩაერთეთ დონაციაში. ვიდეოს აღწერაში მოცემული არის ანგარიშის ნომერიც, PayPal-ის ლინკიც, Patreon-ის ლინკიც, Patreon-ზე შეგიძლიათ რომ ყოველთვიური სპონსორები გახდეთ. 5, 10 ან $15 თქვენთვის სასურველი თანხა აირჩიოთ და გახდეთ ამ ხრივ ჩაერთოთ დონაციაში, ძალიან მარტივი და მოსახერხებელი პლატფორმა არის. მოკლედ დაგემშვიდობებით ამ ეტაპზე, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ელოდეთ შემდეგ ეპიზოდს ნახვამდის.